2011 წელს მის საქართველოს ტიტულის მიღების შემდეგ ჯანეთ ქერდიყოშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური განსახილველი თემა იყო. მისი წარმომავლობა მოქალაქეობის გარკვევის მერე ერმა ცოტა ხნით მოისვენა. მოგვიანებით ჯანეტი მრავალ პროექტში ჩაერთო. ცეკვავენ ვარსკვლავებში გამოჩნდა და აი ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ 2011 წლის ყველაზე ლამაზი ქართველი გოგონა ჯგუფ ვიაგრაში მოხვედრისთვის იბრძოდა. Я только посмотрела в зеленые, как море, глаза. Я даже не успела тебе о самом главном сказать. Как тихо падал дождь. სრულად შემთხვევით მივედი და მოვხდი მაგ შოუში, იმიტომ რომ საერთოდ სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი და არც ველოდი, არ მქონდა მაგის მოლოდინი რომ მოვხდებოდი მაგ 24 გოგოს შორის და გავიარეთ ძალიან რთული სხვათა შორის ესეთი რთული ტურები, ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილა. ყველაზე დიდ ხანს მე გამოჩერე სცენაზე, იმიტომ რომ ესეთი არ ყოფილა, ძალიან ბევრი, ძალიან მალევე უშვებდნენ უკან. და ეს აღნიშნე რომ მე რატომ გონი ხარ შენ ძალიან ისეთი არათამა შეიძლება რაღაცების მეშინოდეს მე ვიფიქრო მეთქი არა ჯერ უნდა ვაჩვენო ჩემი მაქსიმუმი სხვა ამპლუაში გამოვედი და კოსრინი იყო შოკირებული პირდაპირ ამ მნიშვნელობით იმიტომ რომ და მითხრა რომ ნამდვილად არ ველოდიო მეგონაო რაღაცა ისეთი ნაზი ანგელოზი ბავშვი და უცებ გამოდის სხვა შავი და თეთრი გედი რო არის აი ზუსტად ესეთი რაღაც გამოვიდი იმიტომ რომ პირველ ტურში მეცო თეთრი კაბა მეორეში შავი ჯანეტი ვიაგრას შესარჩევ ორ ტურში გადავიდა. მეორე ნაწილში ჟიურის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ რეალიტი შოუში ქართველი ლამაზმანის ადგილი არ მოიძებნა. ტელეგადაცემა უკვე ეთერში გადის. ჯანეტმა კარიერა თბილისში ოღონდ ამჯერად ტელევიზიაში განაგრძო. ის ტელეიმედს შეუერთდა და გადაცემა დღის შოუს წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა. შემდგომში კი ელიტ მოდელ ლუკის ფინალს უკვე გამოცდილ წამყვანთან გიგა ბატგუაშვილთან ერთად წარუძღვა. სწორედ ჯანეტს უნდა წარადგინა საქართველოს მის უნივერსზე. კონკურსი 9 ნოემბერს რუსეთში გაიმართება. ქართველი მოდელი სწორედ წინა მოსამზადებელი პერიოდისთვის მოსკოვში მიემგზავრებოდა, როდესაც თავი ცუდად იგრძნო. ქერდიყოშვილი ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა ჯანეტი კონკურსში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს. ამას ადასტურებს იმიჯ ცენტრის პრეზიდენტი ია კიწმარიშვილი. ჯანეტს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა მაშინ, როდესაც მიემგზავრებოდა საერთაშორისო კონკურსზე, სწორედ ამიტომ იგი აღმოჩნდა ჰოსპიტალში და დღესაც იმყოფება ხარკოვის ჰოსპიტალში და მშობლებთან ერთად. ერთ კვირაში გამჯანმრთელდება და ჩამოვა საქართველოში. სავარაუდოდ ბრმანაწლავის შეტევა ჰქონდა და სამწუხაროდ ეს მოხდა ისეთ ვადებში და ისეთ დროს, რომ ჩვენ სხვა კონკურსანტის მომზადებას, გამგზავრებას და მით უმეტეს სავიზო, ასე ვთქვათ, პროცედურების გავლას ვერ მოვახერხებდით. მის უნივერსის დამფუძნებლებისგან საქართველოს არანაირი სანქცია არ ემუქრება. ჩვენი ქვეყანა ხომ წელს კონკურსს საპატიო მიზეზის გამო ეთიშება. მის სამყაროს უკვე მომდევნო წელს შევუერთდებით. ანუ სანამ ჩავიდოდა მოსკოვში, ჯანეტი იმყოფებოდა იტალიაში, იტალიიდან უნდა გადაფრენილიყო მოსკოვში და მოკლედ ამ ჩანთების და მგზავრობის და სიმძიმეების ალბათ აწევამ პროვოცირება მოახდინა. რამდენიმეჯერ გადავცვალეთ ჯანეტის ბილეთი, რომ იმის მოლოდინში რომ გამოკეთდებოდა და მზადყოფნა იყო ორივე მხრიდან აბსოლუტური, მაგრამ თვითონ მის სამყაროს ორგანიზაციამ პირველ რიგში განაცხადა, რომ ჯანმრთელობის საკითხი ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ისინი გაგებით მოეკიდნენ ამ თემას. ჯანეტი ამჟამად ხარკოვის საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სულ მალე თბილისში დაბრუნდება. Music Box-ი მის საქართველოს 2011 სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.